მოგესალმებით, თეატრალური სამკუთხედი იწყება 13 ივნისია და ალბათ პირველ რიგში ამ დღეს ვახსენებთ, დღეს რომელიც ერთის თვალსაზრისით არის ძალიან ტრაგიკული ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ 23 ადამიანის სიცოცხლე წაიღო თავის დროზე წყალდიდობამ და ყველას კარგად გვახსოვს ეს საშინელი დღეები და ადამიანებთან ერთად ძალიან ბევრი ბინადარი ზოოპარკში. სწორედ ამ საშინელ ტრაგედიას ემსხვერპლა და ეს იყო დღე და ეს შემდეგ იყო დღეები, როდესაც ჩვენ ვნახეთ ალბათ უპრეცედენტო სამოქალაქო სოლიდარობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები გამოირჩეოდნენ ამ ამბავში და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ყველას ახსოვს და არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მე მახსოვს მაშინ თითქოს რაღაცა სტერეოტიპიც დაინგრა ამ მოზარდების, ახალგაზრდების, რომელზედაც რაღაცა განსხვავებული იყო ყოველთვის წარმოდგენა და ერთი სიტყვით ის რომ სტერეოტიპად ქცეულ რაღაცა ტატუირებიან ხელს შეუძლია ასე ვთქვათ სხვისი დახმარებაც, როდესაც ნიჩბებით ვნახეთ ჩვენ ამდენია ბავშვი წარმოდგენილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ეტაპობრივად შემდეგ უკვე იცვლებოდა წარმოდგენები. აუცილებლად მოგვეხსენებია 13 ივნისი და ალბათ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამ წიგნიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი წიგნიდან ესე დაემთხვა ამის კითხვა დავიწყე და ძალიან ბევრ პრობლემას შეეხმიანა ეს წიგნი ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ დაიწერა მე-19 საუკუნეში 1868 წელს გამოიცა. ეს არის ლუიზა მეი ოლკოტის პატარა ქალები. ერთ-ერთი პირველი ფემინისტური ნამუშევარია, თუმცა ეს არ მინდა რომ მაყურებელმა სტერეოტიპულად აღიქვას და ეს არ არის რაღაცა ხმალამოღებული ბრძოლა და ეგრეთ წოდებული ენჯეოშნიკური ტექსტი. ეს არის ძალიან მაღალი მხატვრული მქონე რომანი პირველ რიგში, რომელიც მოგვითხრობს 4 დის და მათი ოჯახის ამბავს. 4-ვე არის განსხვავებული. ჩეხოვის 3 დის, მერე 4 და. კი, არის 4-ვე ძალიან განსხვავებული. მათ შორის არის ერთ-ერთი და ჯო, რომელიც თვითონ ავტორის პროტოტიპია, ასე ვთქვათ, ავტორია თვითონ პროტოტიპი ამ პერსონაჟის და არის ნახევრად ავტობიოგრაფიული, იმიტომ რომ ეხმიანება აღწერს პრაქტიკულად თავის ბავშვობას, თავის ოჯახს და პირველ რიგში გაფიქრებს იმ უამრავ ბარიერზე, რომლებიც გადალახვაც უწევთ ქალებს, მაგრამ ეს ბარიერები ყოველთვის არ არის ხილული და ხშირად არის შეფუთული, რაც ერთი შეხედვით უწყინა რეპლიკებში, რომ ეს თითქოს ქალის გოგოს საქმე არ არის, რომ ასე გოგონა არ უნდა იქცეოდეს, ამით არ უნდა იყოს დაინტერესებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი დაიწერა მაშინ, როცა გაცილებით უფრო ღრმა პრობლემები არსებობდა, თქვათ, საარჩევნო უფლებების განათლების მიღების კუთხით და ასე შემდეგ, ეს პრობლემები არსად არ წასულა ის რასაც ჩვენ უკვე დღეს ვეძახით გენდერულ სტერეოტიპებს და სხვათა შორის ამ კითხვის პროცესში ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი გოგო გამახსენდა, რომლებთან ერთად ვიზრდებოდი, მუშაობდი და გამახსენდა ეს უხილავი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბარიერები, რომლების გადალახვაც უწევდათ ამ ადამიანებს დღეს 21 საუკუნეშიც, როდესაც თქვათ ქალებს სამსახურში უწევთ 10-ჯერ მეტი ძალისხმევის გამოჩენა იმისთვის, რომ მათი აზრები მიიღონ სერიოზულად, რომ მათი პოზიციები გაიზიარონ და უბრალოდ აღიქვან როგორც თანასწორი ადამიანი და მგონია რომ ეს პრობლემები მართლა დღესაც არსად არ წასულა და ალბათ ამის მიზეზია ის რომ ამ წიგნს აქტუალობა არ დაუკარგავს დღემდე და ეს ჩანს ბევრ რამეში, მათ შორის იმ უამრავ ეკრანიზაციაში, რომელიც ამ წიგნს მოყვა. ეს წიგნი არის ძალიან ბევრჯერ გადაღებული, პირველად თუ არ ვცდები 33-ში გადაიღეს და ბოლო 2 ეკრანიზაცია ერთმანეთის მიყოლებით 2018 და 2019 წლებში გამოვიდა. არსებობს უამრავი დადგმა, სერიალებია გადაღებული ამ წიგნის მიხედვით. ეს არის ტრილოგიის პირველი წიგნი. მას ქვია პატარა ქალები, თუმცა ამას მოსდევს შემდეგ პატარა კაცები და შემდეგ მოსდევს ჯოს მეგობრები. ჯერჯერობით თუ სწორად ვიცი, მხოლოდ ეს არის თარგმნილი პირველი ნაწილი და მადლობა სულაკაურის გამომცემლობას ამისთვის, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტი და თავად ლუიზა მეი ოლკოტიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სახელგანთქმული აქტივისტი, შეიძლება ასეც ვთქვათ, რომელსაც გავლენა მოახდინეს ძალიან დიდმა მოაზროვნეებმა, იმიტომ რომ საკმაოდ არაორდინალური მშობლები ყავდა, დედა იყო სოციალური მუშაკი, მამა იყო
საკმაოდ აქტიური კაცი, რომელიცაც აინტერესებდა ძალიან ბევრი მაგალითად ტრანსცენდენტული მიმდინარეობებით იყო გატაცებული. მისი მეგობარი იყო ჰენრი დევიდ თორო, მაგალითად, და ჰენრი დევიდ თორო იყო ლუიზა მეი ოლკოტის მასწავლებელიც გარკვეული პერიოდი. ამ ოჯახის უცნაურობებიდან გამომდინარე ლუიზასთვის არ იყო უცხო, თქვათ, გაჭირვება, მძიმე შრომა, მაგრამ ლუიზა იყო ქალი, რომელმაც არასოდეს არ დაიხია უკან თავისი ოცნებიდან, რომ ეწერა და გამხდარიყო მწერალი, მიუხედავად იმ უამრავი სტერეოტიპისა, რომლებიც ამ პერიოდში ქალების შესახებ და ქალების ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ არსებობდა და მან მოახერხა ის, რომ 60-იანი წლების დასაწყისიდან პრაქტიკულად როცა ის იწყებს თავისი პირველი მოთხრობების გამოქვეყნებას, აღმოჩნდა ყურადღების, მიიქცია საზოგადოების ყურადღება. 1868 წელს ამ წიგნმა მოუტანა პირველი მნიშვნელოვანი და დიდი წარმატება და მართლაც ეს ტექსტი ნაწილობრივ შეიძლება იმითაც კიდევ იყო განპირობებული, რომ ეს ტექსტი არის ძალიან ისეთი წასაკითხი, შეიძლება წააკითხო 6 წლის ბავშვს და შეიძლება წაიკითხო ეს საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში და ეს ტექსტი რაღაცა საშენოს აუცილებლად გეუბნება. აქვე არის და თვითონ ლუიზას ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ცნობილ სამოქალაქო ომს, რომელშიც პირველად გადატყდა ასე ვთქვათ, მონათმფლობელობის შესახებ წარმოდგენა. მართალია სეგრეგაცია და რასიზმი, როგორც უყურებთ, დღესაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ამერიკაში და არსად არ წასულა სამწუხაროდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაკანონებული მონობა და ეს პირველი დიდი ნაბიჯი ამერიკამ სწორედ ამ წლებში გადადგა და ლუიზა იყო მოხალისე, მუშაობდა ექთნად საავადმყოფოში, თუმცა რამდენადაც ის იყო ძალიან აქტიური ადამიანი და არ სჩვეოდა თვალის დახუჭვა მთელ რიგ მანკიერებებზე, მან ეს პერიოდი აღწერა და ამხილა მაშინდელი ჯანდაცვის სისტემის მთელი რიგი მანკიერებები და ეს იყო მაშინდელ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი განხილვის თემა. მოკლედ ეს იყო ძალიან მრავალმხრივი ქალი, მრავალმხრივ საინტერესო ადამიანი, იცხოვრა ძალიან საინტერესო ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს არ გათხოვილა, მას ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი სასიყვარულო თავგადასავალი, რომლის კვალს ამ წიგნშიც ხედავთ, გარკვეულწილად ყოველ შემთხვევაში მკვლევარები ამ სასიყვარულო ურთიერთობის კვალს ნამდვილად ხედავენ ერთ-ერთ პერსონაჟში. მე გირჩევთ, რომ ეს წიგნი წააკითხოთ თქვენს გოგოშვილებსაც და ცოტა სხვა თვალით შეხედოთ იმ ბარიერებს, რომლებსაც სამწუხაროდ ჩვენივე სტერეოტიპებით უქმნით ადამიანებს და ამით მნიშვნელოვნად ვაფერხებთ საზოგადად პროგრესს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქალების და კაცების ვართ თანასწორები, ყველა ადამიანი არის თანასწორი და ყველა ადამიანს აქვს თავისი უნიკალური შესაძლებლობები, რომლების რეალიზების საშუალებაც უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, თუ ჩვენ როგორი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რა შეეფერება ქალს ან კაცს და ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენთვის. ასე რომ მადლობა მინდა უთხრა კიდევ ერთხელ სულაკაურის გამომცემლობას ამ წიგნის გამოცემისთვის და ქართველი მკითხველისთვის ეს არის ალბათ ერთ-ერთი კარგი საჩუქარი. ნამდვილად. და როგორ გააქტუალურდა კიდევ და კიდევ ეს თემები, სხვათაშორის საქმე მინდა აღვნიშნო, მე და ტორესამ წავიკითხეთ და ნენე შენც გირჩევთ, ტაბულას მიერ არის თარგმნილი, ყოველ შემთხვევაში წავიკითხე მე, ჯოან როულინგის ჰარი პოტერის ავტორის საკამაოდ საინტერესო ტექსტი, ასე ვთქვათ, გენდერულ საკითხებზე და არა მხოლოდ ასე ვთქვათ ტრანსფობიებზე და ასე შემდეგ და თავის გამოცდილებაზე, ასე ვთქვათ, როგორც ქალის და სხვადასხვა და ის ამბობს, რომ ასეთი მძაფრი არასოდეს არ ყოფილა სამყარო, როგორც ეხლა არის, თუნდაც ასე ვთქვათ, გენდერული საკითხების მიმართ და საერთოდ სქესის საკითხების მიმართ. ძალიან ასე ვთქვათ, შეუბრალებელიც ხშირ შემთხვევაში და საკმაოდ აგრესიულიც. ანუ ესეთი პერიოდი ძალიან საინტერესო ეპოქაა თავისთავად ცხადია, სადაც ისე უცნაურ სიმკვეთრეს და მკაფიობას იღებს, ყოველ შემთხვევაში რაღაც პროცესშია გამკაფიობის ყველა ისეთი სენსიტიური და მგზნობიარე თემა. მაგალითად, თუნდაც შენ ამერიკის შეერთებული შტატები ახსენე, ხო? თუნდაც ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო, მუდმივად საუბრობთ და მუდმივად საუბრობდნენ და თან ის ავტორიც საუბრობს, რომელზედაც შენ ის ილაპარაკებ, მიშელ უელბეკი, სადაც პრინციპში ადამიანებს გარკვეული შიშები უჩნდებათ, ხომ არ არის პოლიტკორექტულობა
ნაირსახეობაახლებული ცენზურის, სადაც ეთიკის ნორმების მიხედვით, ანუ, როდესაც თავისუფლების იდეით შეზღუდვა ხდება თავისუფლების, ხო? მაგრამ ეს სინამდვილეში ალბათ ზედაპირული წარმოდგენა, იმიტომ რომ ძალიან ღრმა ამბებია. თუნდაც ის სკანდალი, რომელიც მოხვა, სკანდალიც არ ქვია, ალბათ თქვათ, ცნობილ ჰოლივუდურ კინოფილმ ქარწაღებულს, ხო? ქარწაღებულნის როგორ თქვა, ხო, მარგარიტ მიჩელის ამ რომანის მიხედვით გაკეთებულ ეკრანიზაცია, სადაც ახლა თუ არ ვთქვი HBO-მ გადაწყვიტა, რომ ამ ფილმის ცოტა ხანი გაექროს. ხო, და ამ ყოველ შემთხვევაში კომენტარებით ყოფილიყო, ხო? ანუ რა იგულისხმება აქ, როდესაც მარტივად რო ვთქვათ, როდესაც არის შავკანიანი ზანგი, ხო? აი ესეც ვფიქრობ ახლა, თქვა თუ არა ეს სიტყვა, ხო? მიუხედავად რომ მას დიდი ისტორია აქვს საქართველოში, ხო? და ხო, შეიძლება ხმარება ჩემი აზრით, ხო, თუ კი ეს ტერმინი არის შემაწუხებელი და თუ კი ეს ტერმინი არის შეურაცხყოფელი, მაშინ ცხადი ეს ტერმინი აღარ უნდა იხმარებოდეს. და ამ შემთხვევაში, ანუ, როდესაც თქვათ იგივე ქარწაღებულნიზე, როდესაც ვლაპარაკობთ, სადაც ნორმა და შეიძლება მიიღო, რომ მოახლე არის შავკანიანი. და ყოველთვის არიან, თქვათ, თეთრები, როდესაც უპირატეს მდგომარეობაში არიან და სხვადასხვა. და იგივე თვითონ აი ამ მოახლის ცნობილი, თქვათ, ჰეტი მაგდანიელი ისტორია, ეს არის პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ოსკარი მიიღო. ხო, თუნდაც ამ ქარწაღებულნიდან, მაგრამ ესეც ჩვენ ვიცით და ძალიან დიდი მადლობა სალომე ასათიანს, ძალიან საინტერესო ისტორიის მოყოლისათვის, სადაც პირველი ოსკაროსანი ქალი, ეს ქალბატონიც აი აქ ოსკარს იღებს ახლა ეს ადამიანი, სწორედ ამ ფილმისათვის ცალკე დასვეს, ცალკე მაგიდასთან, თავის აგენტთან ერთად, იმიტომ რომ თეთრებთან ასეთი წესი. არა ეთიკური, ხო, ეს არის 1933 თუ 40 წელი, ხო? ანუ ძალიან საინტერესოა, ანუ როდესაც პრინციპში აი ეს სელექციონიზმი ნორმაა და თუ კი ამას გაწოდება როგორც ნორმას, შენ შესანიშნავადაც ხარ ადაპტირებული. ამიტომ ესე მარტივადაც არ არის საქმე. ესეც უნდა ვთქვათ სასახად, არავის არაფერი არ აუკრძალავს. ამერიკა არის მართლაც თავისუფლების ბურჯი, უბრალოდ პოლემიკა უფრო მძაფრია. რომელიღაცა სახელმძღვანელოდან, რომელიმე სასკოლო სახელმძღვანელოდან შესაძლოა ამოღებული იყოს რაიმე ტექსტი და ამ მხრივ მართლაც აბსურდული შემთხვევები იყო, ხო? თქვათ იგივე ჰეკლბერი ფინის თავგადასავალთან, იგივე ახლა წარმოიდგინეთ ჰარპერლის ნუ მოკლავ ჯაფარაზე იყო საუბარი, ხო? ანუ წიგნი რომელიც რასიზმის შესახებ არის და რასიზმის წინააღმდეგ არის დაწერილი, ხო? ატიკუს ფინჩი და ასე შემდეგ და ასე მიიჩნიეს რომ ეს არის რასისტული რასისტული ტექსტებია, ესე იგი ეს არის სახიფათო. მაგრამ მე მგონი კარგი დროა საუბრის დასაწყებად და უნდა დაწყებულიყო ეს რაღაც მომწიფდა უკვე, ხო? აი ეხლა მაგალითად ნენე უკაცრავად შეგაწყვეტინე, აი ეს არის ლეონტინ პრაისი, მაგალითად უდიდესი მოგეხსენებათ ალბათ საუკეთესო აი აქაც აიდას მღერის, ეხლა არ გვესმის მისი ხმა, მაგრამ ეს არის ალბათ მე-20 საუკუნის საუკეთესო აიდას შემსრულებელი, ერდის ეფერ. აი ეს ადამიანიც არის ერთ-ერთი შავკანიანი, აფროამერიკელია, რომელიც არის ლეგენდარული სოპრანო, მაგრამ წლები და წლების განმავლობაში მას, თუ კი მას მისცეს საშუალება რომ სცენაზე გამოსულიყო, მაგალითად მეტროპოლიტენ ოპერის ნიუ-იორკის, ხო? მაგალითად ცნობილი არის მისი მოგონებები, როდესაც სხვადასხვა ქალაქებში გასტროლების დროს, როდესაც სპექტაკლის შემდეგ იმართებოდა რაიმე წვეულება ან მიღება, ლეონტინ პრაის უხდებოდა ოთახში დარჩენა. ვიდეიდან მას არ პატიჟებდნენ როგორც შავკანიანს. და მათ თქვათ აიდადან ყველა იყო მიწვეული, რადამესით დაწყებული, რამფისით და პერსონაჟებს გულისხმობ დამთავრებული, მაგრამ აიდას არ პატიჟებდნენ, იმიტომ რომ ის იყო შავკანიანი, ის არ უნდა გამოჩენილიყო. და პირველ ყოვლისა 1955 წელს მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე პირველად გამოვიდა მერიან ანდერსონი. უდიდესი მეცო-სოპრანოც არ არის, კონტრალტო, ანუ კიდევ უფრო დაბალი, უფრო მუქი ხმის პატრონი, უნიკალური ტემბრის მქონე, მერიან ანდერსონი, ამ შემთხვევაში ეს კადრები არის, როდესაც მერიან ანდერსონი მღერის ერთ-ერთი თუ არ ვშები ერთ-ერთი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ან რაღაცა სხვა ჰუვერის არა, არ მინდა რომ შეცდომა დაუშვა, ყოველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ის მას სცენაზე არ უშვებდნენ. ანუ რა კი იყო აფროამერიკელი, ის მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე ვერ გამოდიოდა. ანუ შეუძლებელი იყო, რომ აფროამერიკელი მდგარიყო სცენაზე. და 1955 წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის გამოდის და მღერის ვერდის ბალმასკარადში. და შემდეგ წლები და წლები, ამසორი უნიკალური ხმის პატრონი, ერთ-ერთი ფენომენალური მოვლენა. ამიტომ ეს ძალიან საინტერესო არ არის ესე ცალსახა, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ
ეს ყველაფერი ძალიან მძაფრია და ძალიან ტრაგიკულია. ცხადია, ეს არის კიდევ ერთი რეფლექსია ისტორიისა, ხო? ანუ რამ მართლაც გამაოგნებელ შთაბეჭდილებას და ისეთ ამბივალენტურ შთაბეჭდილებას ახდენს, როდესაც უყურებთ, რომ მაგალითად ჩერჩილის ქანდაკებას კვარცხლბეკზე აწერენ რასისტი. ან თქვათ უამრავ ასეთ ადამიანს, რომელს ისტორიას ვერ გადაწერ, ხო? თავისთავად ცხადია. და მონობის ისტორია, ეს კაცობრიობის ისტორიაც არის. მაშინ ბუნებრივია რომაული ხანა, საბერძნეთის ხანა, ასევე ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო რეპლიკისათვის ლაშა ბაქრაძესაც, ასევე ძალიან საინტერესო ჩანაწერი ჰქონდა ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ როგორ ჩვენი ისტორია მონობისა კიდეც ალკე არ გულისხმობ მარტო იმპერიულ მონობას და რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობას. წვეთას ყიდვა საუკუნეების განმავლობაში ქართველებს ყიდნენ მონებად და მათ შორის ქართველები იყვნენ ამაში ჩართულები. ფეოდალები, არისტოკრატები, მეფეები, თავადები და ასე სასულიერო პირები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ მონებად და ეს ძალიან საინტერესო ფსიქოლოგია, ძალიან ესე რთული თემა, მაგრამ ფსიქოლოგიური ასპექტია, რომ ჩვენ იდენტიფიკაციას ვახდენთ იმ თეთრებთან, რომლებიც ჩაგრავდნენ ზანგებს. სინამდვილეში ჩვენ თვითონ ვიყავით მონები. მონობის ჩვენი ისტორია, ანუ რასიზმს არ ემყარება. კოლონიალური, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგია, ხო? ზოგადად ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მაგის გაცნობიერება, რომ ჩვენ ახლა ვუყურებთ მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რაღაცნაირად ეს ახდენს ისეთ აღქმას, თითქოს მონობა არის მხოლოდ დაკავშირებული რასიზმთან. თუმცა მონობას აქვს ბევრნაირი საფუძვლები ისტორიულად და არა მხოლოდ შავკანიან ადამიანებს აქვთ ეს მძიმე გამოცდილება. უბრალოდ ეს იმდენად ახლოს იყო და იმდენად ფართოდ ვხედავდით ამ სურათს, რომ ჩვენთვის რაღაცნაირად გახდა ეს თითქოს ნიმუში, რომ თორეს არ გეჩვენება, რომ არ არის საკმარისად შესწავლილი ჩვენთან დღესდღეობის აბსოლუტურად ჩვენთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი. კი, თითქოს ისტორია რაღაცნაირად ეპიზოდურად უთმობს ამ მოვლენას, ასე ვთქვათ, თავის დროს. თუმცა ეს არის უმძიმესი ტრაგედია, ხო? ქალებისათვის, კაცებისათვის, ბავშვებს ყიდდნენ, ხო? კი, ჩვეულებრივ ეს იყო აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა სტამბოლის მონათა ბაზარზე, კავკასიელები და განსაკუთრებით ქართველები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ. ეს არის აღწერილი არაერთი ისტორიულ დოკუმენტში, უბრალოდ ჩვენი ისტორიკოსები როგორც წესი ასეთ ფურცლებს ცდილობენ ხოლმე გვერდი აუვარონ ან ძალიან ზედაპირულად შეეხონ. თუმცა ეს ძალიან ღრმად საკვირველი საკითხია ზოგადად, რა დაგვემართა, თქვათ, იმ დიდი იმპერიის შემდეგ, რომელიც შევქმენით, აი მაქამდე როგორ ვდეგრადირდით, იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით ეს კავშირში შეიძლება იყოს ჩვენივე დამოკიდებულებებთან, დღევანდელ დამოკიდებულებებთან, როდესაც ჩვენ მაინც ესე კოლექტიურ ჯოგური ცხოვრების წესებს ვერ ველევით და ეს უკვე თანამედროვე სამყაროში გვითრევს სხვა ტიპის მონობისკენ. და ამაზე მნიშვნელოვანია ლაპარაკი ამ ჭრილშია. ზუსტად მაგიტო ისტორია ყოველთვის საინტერესოა. მიუხედავად რომ არსებობს მოსაზრება, რომ ტოლობის ნიშანის დადება ალბათ შეიძლება უსამართლოც იყოს, თქვათ, შავკანიანების ასე ვთქვათ, რეპრესიასა და თქვათ ამგვარი. მაგრამ ეს მონობის და კულტურის ასპექტები და ინტერპრეტაციის ასპექტები. მონობა ზუსტად მეორე საკითხი ხარ, რასაც შეეხე, რამდენად სწორია პოლიტკორექტულობა სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, ხო? მე საერთოდ არ ვთვლი, რომ თუ როდესაც ჩვენ ვიბრძვით თანასწორობისთვის, თანასწორობისკენ მიმავალი გზა პოზიტიური დისკრიმინაციას ავტომატურად უნდა მოიაზრებდეს. არ არის ეს სწორი, იმიტომ რომ ის რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ სურათს, აი მაგალითად ერთი ფაქტი, რომელმაც მე აბსოლუტურად აღმაშფოთა, იყო, როდესაც უნივერსიტეტის ლექტორს შავკანიანმა სტუდენტებმა მოთხოვეს ფლოიდის შემთხვევის გამო მათთვის პოზიტიური შემსუბუქებინა, შეფასების მოემატებინა და როდესაც ლექტორმა თქვა, რომ მას არ აინტერესებს კანის ფერი, იმიტომ რომ ჯერ ერთი დისტანციურად კითხულობს ლექციას, საერთოდ ვერ ხედავს სტუდენტის კანის ფერს, მეორეს მისთვის მიუღებელია პრივილეგია მიანიჭოს, უბრალოდ ვერ ხედავს კორელაციას ამ ორ მოვლენას შორის. ერთ-ერთმა ულტრამემარცხენე სტუდენტმა მოაგროვა 20,000 ხელმოწერა, ეს კაცი გააგდეს სამსახურიდან და იღებს ყოველდღიურად მუხარის წერილებს და პოლიცია იცავს უბრალოდ რომ არ შეუვარდეს სახში და ფიზიკურად არ გაანადგურონ. ეს მოსდევს ჩემი აზრით ზუსტად ამ მახინჯს წარმოდგენას, რომ ვინაიდან რაღაც ჯგუფი, რაღაც პერიოდი იყო ჩაგრული ან დღესაც გარკვეული ტიპის ჩაგვრას განიცდის, ამას უნდა მივანიჭოთ რაღაცა ტიპის პრივილეგიები, მათ შორის შევზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ შეიძლება ეთიკურ და მორალურ დონეზე მოხვა რასაკვირველია მკვლელობას ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა იყო დეტონაცია, ააფეთქა ამან უამრავი პრობლემა, რომელიც შარშან შეიძლება არ მოეთხოვათ ამ სტუდენტებს. შენ შემთხვევაში ის
ის თემები, რომლებსაც აქტივისტები წამოწევენ, საერთოდ შეიძლება არ იყოს კავშირში რასისთან, ამან აჩვენა პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და ამოვიდა ზევით და მათ შორის აჩვენა წლების განმავლობაში აქტივისტების მიერ, რასაც როულინგიც ლაპარაკობს, ხო? ან როულინგი ახ მაყურებლისთვის ცხადი რო გახდეს. როულინგი იღებს ძალიან ბევრ მუქარის და ლანძღვის შემცველ წერილს და ბრალდებას რომ ის არის ტრანსფობი, მაშინ როდესაც ის ლაპარაკობს აბსოლუტურად სხვა ჭრილში და ის ხსნის რომ მაგალითად როდესაც არსებობს ქალების მიმართ უამრავი ძალადობრივი შემთხვევა, არ შეიძლება სტანდარტად დავამკვიდროთ ის რომ მამაკაცი როდესაც ამბობს რომ ის თავს ქალად აღიქვავს, მხოლოდ მისი სიტყვების გამო შეუშვათ ქალების გასახდელში ან ქალების ტუალეტში და ასე შემდეგ. აი მხოლოდ ამის გამოც კი ჯოან როულინგი გახდა აგრესიული თავდასხმების მსხვერპლი და ამას არაბობს არ შეიძლება ის ამბობს უბრალოდ მივიღოთ ეს ფაქტი. და ამავდროულად საკმაოდ დიდი წერილია და მე ურჩევ მაყურებელს წაიკითხოს საკმაოდ ბევრ ნაწილში ამ ხელს აქტივისტების არასწორ, აი ზუსტად აქედან გამომდინარე არასწორ ქმედებებს, როდესაც ისინი თხოვენ არა უბრალოდ თანასწორობას, აი ისინი იბრძვიან არა თანასწორობისთვის, არამედ პრაქტიკულად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის. და ეს არის ჩემი აზრით არასწორი გზა, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით, იმიტომ რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შინაარსი არის ეს, რომ შენ თქვა აზრები და შეგეძლოს ამ აზრების გამოთქმა, მაშინაც კი როდესაც საზოგადოება არ გეთანხმება, როდესაც ყველა არის შენ წინააღმდეგ და ეს მათ შორის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს იმ აზრებზე, რომელიც ბევრი სხვა ნიშნით და შეიძლება ობიექტურადაც არაეთიკური ან ამორალურიც კი იყოს. ამიტომ მე არ ვემხრობი ცენზურების დაწესებას აი ამ ნიშნით, რომ არ უნდა იხმაროს სიტყვა ზანგი, იმიტომ რომ ეს ვიღაცისთვის შეურაცხყოფელია, ეს სიტყვა არსებობს. სიტყვების ამოჩეხვა, დამოკიდებულებების ჩვენ შეიძლება გქონდეს ჩვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და ვთქვათ, რომ ვიღაცა რასისტია და ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ლაპარაკის აკრძალვა არ შეიძლება, ამას არ მივყავართ სწორი გზით და ეს პროცესები ზუსტად მაგას აჩვენებს ჩემი აზრით. ხო, თუმცა საკმაოდ რთული საკითხია. კი, მრავალწახნაგოვანი საკითხია, ბევრი კუთხიდან დასანახი საკითხია. ვიცი რომ ეხლა ბევრს არ მოეწონება, რასაც მე ვამბობ ამ წუთას, მაგრამ მე გულწრფელად ვჯერა, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ანუ როდესაც ტერმინი გულისხმობს უკვე დისკრიმინაციის ისტორიას და მარტივად რომ ვთქვათ, გულისხმობს ასე ვთქვათ ტკივილს, რომელიც ანიჭებს კონკრეტულად ადამიანს ეს კონკრეტული დეფინიცია, მაგალითად ზანგი, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში უკვე დგება საზოგადოებრივი მორალის საკითხი. რამდენად შეგვიძლია რომ ჩვენ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მტკივნეული კონკრეტული სუბიექტისათვის, ჩვენ ვაგრძელებთ თუ არა ამ ტერმინის ხმარებას. აი აქ არის. ხო, თუმცა ან თუ კი ზანგი წqins შავკანიას რამდენად ჩვენ ვადლებთ ჩვენ თავისუფლებას კულტურული თვალსაზრისით რომ ჩვენ ამ ტერმინის ხმარება გავაგრძელოთ. თუ ეს ტერმინი არ შეიცავს თავის თავში ამგვარ პრობლემას და ამგვარ ტრამვულობას და ასეთი ტერმინები ძალიან ბევრია, ხო? მაშინ თავისთავად ამიტომაც არის თქვა იგივე ვენეციელი ვაჭარი უილიამ შექსპირის სახელმძღვანელოებიდან არის, ხო, რაღაც გარკვეული პრობლემა, იმიტომ რომ იქ იმდენად შაილოკი ებრაელია, ხო? და კონტექსტი როგორია ახლა? გულის ამოღება უნდა ანტონიოსაგან, იმიტომ რომ ანტონიომ ვალი არ გადაუხადა. და ვალს კი ანტონიო იმიტომ არ უხდის ვენეციელი არისტოკრატი, რომ ის ებრაელია და შეუძლია მისი გადაგდება. შაილოკს ეს პრობლემა აქვს. რა კი მე მეათე ხარისხოვანი ვარ აქ, და რა კი ვენეციელი არა ვარ. თქვენ მთელი ვენეცია ანტონიოს მხარეს ხართ და მე ამბობს ფული ვასესხე. და მაშინ რა კი ფულს ვერ მიმროს, გული მომცეს. შექსპირი უნიკალურ ფორმულას გვაქვს, არის ძალიან მძიმე რაღაცაა, ხო? და ყველა დღევანდელ ყველა ის სტერეოტიპია ჩამოთვლილი შაილოკის მიმართ, რომელიც უმძიმესია და უშემზარავესია და ამ შემთხვევაში აღარ მახსოვს, ტექსასში იყო, ჰიუსტონში არის ერთ-ერთი სახელმძღვანელო, ერთ-ერთი სკოლიდან დაიწყო ეს მასე ვთქვათ სკანდალი, სწორედ იქიდან მოხდა სახელმძღვანელო პროგრამიდან ამ ტექსტის ამოღება. თუმცა აი მე გავაქროთ თუ არა, ისტორია თუ არა, აი ამაში მან მივდივარ ზუსტად, როდესაც ჩვენ სიტყვას ვიღებთ და ვამბობთ მექანიკურად, რომ ამ სიტყვის გამოყენება არა პოლიტკორექტულია, ჩვენ თავარ რაღაცას არ ვითვალისწინებთ, რომ არ არსებობს დასაშვები და დაუშვებელი სიტყვები, არსებობს კონტექსტები და არ შეიძლება მექანიკურად ადამიანს მიაყერო რასისტის პირობითად ვამბობ რა, რასისტის იარლიყი, მხოლოდ იმიტომ რომ მან შეიძლება ეს სიტყვა გარკვეულ კონტექსტში გამოიყენა საერთოდ მაგრამ ამოგლეჯებიდან ხო იზნით რომ ვიღაცისთვის ტკივილი მიეყენებინა, თორე მე მესმის როდესაც თქვათ იგივე ჰომოსექსუალი ადამიანის მიმართ შეურაცხყოფელ კონტექსტში ვიღაცა ამბობს სიტყვა პიდარას, გასაგებია რომ ეს ჩემთვის ამორალურია ეს ადამიანი და მისი დამოკიდებულება. თუმცა კიდევ ერთხელ არ შეიძლება ჩვენ ავიღოთ რაღაც სიტყვები და ვთქვათ რომ მისი ხმარება ზოგადად ამორალურია, ყოველთვის უნდა მივაქციოთ
მნიშვნელობა მივანიჭოთ კონტექსტებს და ლიტერატურას. მაგალითად ლიტერატურას უნდა განიდევნოს მაგალითად. ნუ ეხლა წარმოვიდგინე ვეფხისტყაოსანში რომ ყავშავლოთ ტერმინი მონაზანგი, იმიტომ რომ რაღაც სოფლიოში რაღაც პროცესი ამაზე შეთანხმდა. ხო. და თქვათ დანარჩენი სამყარო ამაზე შეთანხმდა, რომ აი მონის და ზანგის ერთად გამოყენება არ მოსულა და აი ხა ავდგეთ და რა ვიცი ვეფხისტყაოსანი გადავუწეროთ, ანუ ხო, მაშინ მივდივართ ასევე ჰარპერ ლისთან, სადაც რასისტი ვეღარ ლაპარაკობს რასისტულად, ხო. როგორ გააღწეროს მწერალმა რასისტი? და მაშინ გაუგებარია რას ვერჩით ამ რასისტებს. როგორ უნდა ხო აბსურდია, ხო? ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მაგიტომ ვამბობ, ამიტომ არის მე ამიტომ ყოველთვის ვარ წინააღმდეგი რაღაცა ამ ტიპის აქტივიზმების, რომელიც დადის იქამდე რომ რაღაც ადამიანებს რაღაც ცენზურები დავუწესოთ და არიქა და რაღაცები არ ვთქვათ. რაც ქვია არაფერი არ ვთქვათ. ამაზე დგას ჩვენ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია ჩვენ. სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია ყველა გაგებით. ანუ ყველა სიტყვა შეიძლება ითქვას და არც ერთი სიტყვა არ შეიძლება აღმოჩნდეს ცენზურის ქვეშ. ეს ამას საბოლოო ჯამში უფრო დიდი ბოროტება მოაქვს. რეალურად ამას ვქვა ჩვენს გამოცდილება. ეხა ის რაც მე მოვყევი ლექტორზე, ხო ეს არის მათ შორის ამის მაგალითი, ხო რაც იწევს, როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენ იმდენი ხანი იყავი ჩაგრული, რომ ეხლა შენ ყველაფრის უფლება გაქვს. თუმცა თავისთავად ცხადია, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია, მაგრამ როდესაც არ შემოვსებს აშკარა ძალადობრივი მოწოდების შემცველი ტექსტები. ან მაგალითად ჰიტლერის Mein Kampf, ჩემი ბრძოლა, რომელიც საავტორო უფლებების დრო გავიდა, ყველას შეუძლია გამოცემით, რომ ჰიტლერის გარდაცვალებიდან თუ სიკვდილიდან 70 წელია ხო უკვე გასული, ხო? დიდი პოლემიკა იყო გერმანიაში, იმიტომ რომ ჩემი ბრძოლა გამოცემული იყო თუ არა უკვე აკადემიურად, იმიტომ რომ რასაკვირველია შავ ბაზარზე ალბათ გაჩნდებოდა ეს ტექსტები, მიუხედავად რომ სრულად უნიჭო ტექსტია, ყველანი თვალსაჩინო, შეუძლებელია წაკითხო, იმდენად მართლაც უინტერესოა, მაგრამ არის აშკარა, ანუ იმგვარი მოწოდებები, რომელიც განახორციელა კიდეც. ისაც ეჩვენებოდა მაგალითად თომას მანს, რომ ეს არის რაღაცა სისულელე, ეს არის კლოუნადა, აღმოჩნდა რომ 10 წელიწადში ეს კლოუნადა აღმოჩნდა რეალობა. ანუ ეს ადამიანი ტყუილა არის ესეთი გამოთქვა, რომ დიქტატორების ხშირად არ ჯერათ, როდესაც ისინი სისულელებს ლაპარაკობენ. თუმცა უსამართლობა მგონია მართლა დაუჯერებელია. არის ახლა აკადემიური კომენტარებით დატვირთული. თუ მაგ ნიშნით წავალთ, მასე შეიძლება მარქსის კაპიტალიც არ გამოცე, იმიტომ რომ მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რავი 70 წელი მარქსის სახელით მოწყობილი ჯოჯოხეთი, რავი მილიონობით ადამიანის. მაგრამ რასობრივი თვალსაჩინით ისა შეიძლება რასობრივი არ არის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი პირდაპირ ადამიანმა შექმნა იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რავი, სოციალური ნიშნით ადამიანების განადგურებას და ეს ისტორიაში განხორციელდა. კლასობრივი ნიშნით. კლასობრივი ნიშნით, რა მნიშვნელობა აქვს? პაპაჩემმა რა დააშავა, ცოტა მდიდარი თუ იყო თავის ბრძოლაზე და მოკლეს, პირობითად ვამბობ, პაპაჩემ არ დაუკვირეთიათ მას. ხო ხდები, ანუ მასე თუ მიყვები მე ვთვლი, რომ აკადემიური ინტერესის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ტექსტი, რომელიც ობიექტურად ისტორიაში არსებობდა და მით უმეტეს გამოიწვია ამხელა ცვლილებები, ამხელა პროცესები, ხო? ამიტომ არ შეიძლება, მაგიტო ვამბობ, ამიტომ არის სახიფათო ამ ზღვარ ამ დანისპირზე სიარული. იმიტომ რომ ეს მე შეიძლება შეეხოს ნებისმიერ რაღაცას და კი, მაგრამ არასწორად კი, მაგრამ კომენტარი აუცილებელი. აი მაგალითად არსებობს ძალიან მიყვარს თქვენ ციცით რიხარდ ვაგნერი, კომპოზიტორი გერმანელი. მას აქვს ერთი უშემზარავესი სტატია იუდაიზმი მუსიკაში, იმიტომ რომ ანტისემიტი იყო სამწუხაროდ, თუმცა ესეთი მე-19 საუკუნის ტიპიური ანტისემიტიზმი. იქ არის ლაპარაკობი მაგალითად რიხარდ ვაგნერს ძულს ფელიქს მენდელსონი, უდიდესი კომპოზიტორი, საყოველთაო ცნობილი თავისი საქორწინო მარში და არა მხოლოდ, ხო? და მისი არგუმენტები მხოლოდ არის უსუბიექტურესი სტერეოტიპებით ახსავსე წარმოუდგენელი რომ ასეთი ღრმა და განათლებული და ასეთი ინტუიტიური და ბრწყინვალე კომპოზიტორი და მუსიკოსი როგორც ვაგნერია, ესეთი ბანალური და ესეთი ხეპრე როგორ არის ამ სტატიაში, როდესაც ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იწურებს ფელიქს მენდელსონს რომ ის არის ებრაელი. და სინამდვილეში თავი და თავი ის არის რომ ლაიფციგში ფელიქს მენდელსონები იყვნენ დიდრები და ვაგნერი კი იყო ძალიან ღარიბი ასე ვთქვათ ოჯახიდან და ძალიან დიდი სხვაობა იყო სინამდვილეში იყო ეკონომიკური ასე ვთქვათ აბსოლუტური განსხვავებული პოზიციები და ყველა თავის წარუმატებლობას ახალგაზრდობის წარუმატებლობას ხსნიდა ამით რომ მათ აქვთ აპრიორი პრივილეგიები იმიტომ რომ დიდრებია და სხვა და სხვა მაგრამ უჭირდება თუ არა ვთქვათ ασეთი ტიპის სტატიას კომენტარები ბიოგრაფიული კომენტარები აკადემიური ჭირდება ჩვენ როცა ვამბობთ აკადემიური ინტერესი ეს ყოველთვის გულისხმობს ტექსტის ინტერპრეტაციას და მისი კონტექსტის გაგებას რა თქმა უნდა ხო ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეს არ ნიშნავს რომ რაც ვიღაცამ აიღოს და ეს როგორც პროპაგანდისტული ტექსტები გამოიწყოს კონკრეტული მიზნით მაგრამ ის რომ აკადემიურ სივრცეში ეს ტექსტები უნდა არსებობდეს მათ შორის მკვლევარისთვის რომელიც მის ბიოგრაფიას
ბიოგრაფიას იკვლევს და აინტერესებს ეს კაცი ვინ იყო თქვათ მისი კომპოზიციების მიღმა და ეს ცნობილი ხელოვნების პარადოქსია ხო როცა ჰამსუნის ამბავიც დიდი ხელოვანები არიან ნაძირლები და უნტერგრასაც წამოაძახეს ირაშოს ხარიდან და მოდით რა შორს მივდივართ 90-იან წლებში ნენესაც ნამუშევარი აქვს არ ვიცი მე მგონი შენს მე ბიბლიოთეკაში ჩვენ რომ ვნახოთ 80-იან წლების 90-იანი წლების დაწყების გაზეთები როგორი რასიზმია და როგორი ასე ვთქვათ შოვინიზმია ვთქვათ ბევრი ისეთი ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის წარმომადგენლ სხვა თავი დაბანებოთ აფხაზების მიმართ ოსების მიმართ და ასე შემდეგ ხშირ შემთხვევაში ეჭვიც კი გიჩნდება განზრახ ხომ არ არის ეს გაკეთებული და უბრალოდ დავალება ხო განზრახ ხომ არ არის გამოწვეული ეს ასე ვთქვათ რასისტული ვნებები შემზარავია არც ეს არ არის რეფლექსირებული ქართულ კულტურაში დღესაც ჩვენ გვხვდება ეს ხელოვნურად ვთქვათ იგივე ვთქვათ ისლამოფობიის იმიტომ რეალურად ხო ეკოლაპარაკობს შემდეგ გასაკვირველია შენ თუ პრობლემს არ მოუარე არის ან ვთქვათ არმენოფობიაზე როდესაც ვლაპარაკობ და ცალსახაა ეს ხო არსებობს კი ახლა არმენოფობია ტერმინი გაჩნდა საერთოდ ტერმინი გაჩნდა 90-იანებში მაგალითად ჩემ მშობლიურ თელავში არსებობს ორი ძველი სასაფლაო ქართველების და სომხების სადაც დგას ასევე სომხური ეკლესია ან სომხები თელავში იყვნენ საკმაოდ ბევრი დიდი თემი იყო მაგრამ ეს სომხები გაქრნენ გაქრნენ ზუსტად არმენოფობიის ნიადაგზე იმიტომ რომ საზოგადოებაში დაიწყო ეს საშინელი არმენოფობიური განწყობა და ამ ადამიანებმა ნელა გვარები გადაიკეთეს და საკუთარი ასიმილირდნენ მაგრამ არასწორი არის როდესაც ეს ხდება ამ სიძულვილის და დისკრიმინაციის ნიადაგზე ჩვენ არმენოფობიაც გვჭირს და სხვა ბევრი ფობიებიც გვჭირს სამწუხარო თუმცა მე მგონი ამაზე ჩვენ ვლაპარაკობთ ძნელად მაგრამ ესე ფრთხილი ოპტიმიზმი მინდა გამომიჩინო მაგრამ თავისუფლად ყოველ შემთხვევაში ამაზე რო არის საუბარი ყოველთვის ათავისუფლებს ბუნებრივია ათავისუფლებს და ესეც ინტეგრაციის საკითხი არის ხო თქვა ჩვენი თანამოქალაქეების და სხვა ანუ რაღაც ასეთი ნაბიჯი ნელ-ნელა მაგრამ შეიძლება რომ უნდა გადავდოთ ჩვენ რა ვილაპარაკოთ ამ ტკივნეულ საკითხს ცხადია მეგობრებო რეკლამის დრო მოვიდა რეკლამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი უნდა წარმატდეს არაპოლიტიკურ კორექტური საში ხო და აი ბევრ რაღაცაზე რასაც ახლა ვისაუბრებთ მე მგონი კიდევ უფრო გამძაფრდება ეს ყველაფერი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შეუნიღბავი წიგნი ჩვენი ბოლო დროის და აი სწორედ ამ თემებზე ვიმშერებთ აუცილებლად ვიყურებთ ბრუნდით პირდაპირ ეთერში ლაშა კი მე მინდა რომ უბრალოდ თქვენი სახელითაც და ყველა სახელით მივულოცო დიდი სიყვარულით ბატონ რისმა გორდეზიანს 80 წლის იუბილე ქონდა რამდენიმე დღის წინ ნუ ზედმეტია იმის თქმა თუ მართლა თაობები და თაობები არიან გაზრდილები ბატონი რისმაგის შთაგონებით და მის წიგნებზე მის ლექციებზე და ეს არის რაღაცა უნიკალური საგანძური და ბედნიერება მართლაც აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ინტელექტუალური ემოციური ბედნიერება ვისაც შეხება ჰქონია რისმა გორდეზიანთან ვისაც მოусმენია მისი ლექცია და ვისაც წაუკითხავს მისი წიგნები მე წამოვიღე სულ ახლახას გამოცემული ძალიან ცნობილი ალბათ საკულტო შეიძლება ითქვას წიგნი რისმა გორდეზიანისა რომელიც ჯერ კიდევ 80-იან წლებში პირველი გამოცემა იყო და შემდეგ შედარებით უფრო გვიან მეორე ტომიც დაეწია ეს არის ბერძნული ცივილიზაცია სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა მე აქ პირველი ტომი მაქვს წამოღებული ორტომეულად არის ეს მართლაც მთელი საგანძური ბერძნული კულტურისა პერიოდის ლიტერატურა ფილოსოფია ისტორია ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი როდესაც მუდმივად გვისვამენ შეკითხვას რა წავიკითხოთ ზაფხულში თინეიჯერების დიდი შფოთვა არის ხოლმე და თინეიჯერობის ასაკიდან გამოღწეული მშობლების უბრალოდ აი აგერ არის ეს ციგნი მეგობრებო ამაზე უკეთეს ისეთი ჩათვალეთ რომ სასწავლებლად სახვედით სასწავლებლად რასაკვირველია ეს არ არის მხოლოდ მიხედვით მითების მითოლოგია ბერძნული მითოლოგია საერთოდ არის ერთ-ერთი პირველი რამაც შეიძლება გადაგაძლევინოს თქვათ თინეიჯერობაში კითხვის სიზარმაცე ხო მოულოდ აღმოაჩენ რომ თან ინფორმაციას იღებ და თან ერთობი ეს რასაკვირველია პრეტენზიული თინეიჯერებისათვის იქნება განსაკუთრებული და არა მხოლოდ იმიტომ რომ დიაპაზონი არის უშველებელი და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ
რისმა გორდეზიას მართლაც გენიალურ მოვლენას, ფენომენალურ მოვლენას ქართული კულტურისათვის და ისტორიისათვის კიდევ ერთხელ მიულოცოთ. და ზოგადად წიგნები დაინტერესებულ მოზარდებს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ევროპული ლიტერატურის ფესვები, ან თუ ლიტერატურა გიყვარს, ევროპული ლიტერატურის ფესვებიდან უნდა დაიწყო და ეს არის უდიდესი სიამოვნება ისტორიაც და პოლიტიკაც, ცოდნასთან ერთად. დემოკრატია, ევროპა, ათენი, ყველა მნიშვნელოვანი იდეა და აი ამ წიგნებში არის. წიგნებში შესანიშნავად. მადლობა ლაშა. ახლა მხოლოდ 18 წელს ზემოთ მოზარდები და მასშტაბები უნდა დარჩნენ ეკრანებთან, იმიტომ რომ დიდი ამბები გამორთონ ტელევიზორით. ხოიცი პირიქით მუშაობს ნენე. პირიქით, ის არის მე გულწრფელად ვამბობ, რა თქმა უნდა, არა აქვს ნიშანი დატანებული, მაგრამ როგორც მშობელმა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ 18 წლამდე ნამდვილად 16 წლამდე შეიძლება არ ვიცი. მოკლედ შესავალი მინდა გავახსენო უბრალოდ რა თქმა უნდა ერთგულ მკითხველს ეს ემახსოვრება რა ამხელა ამბავი მოყვა მიშელ უელბეკის მორჩილებას წინა წიგნს რომელიც ასევე იყო ჩემი პირველი წიგნი რომელიც ამ გადაცემაში წარვადგინე სადაც ესე იგი ოღონდ ეს ამბები დაიწყო წიგნის გამოსვლამდე რადგან გაჟონა ინფორმაციამ რა წერია ამ მორჩილებაში და გახსოვთ აი სულ მოკლედ შეგახსენებთ რომ 2022 წელია, როდესაც ისლამისტი კანდიდატი ამარცხებს მარი ლეპენს და იწყება საფრანგეთში და იწყება ისლამიზაცია არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ დანარჩენი ევროპისაც. რა თქმა უნდა, მუსლიმური ორგანიზაციები გაბრაზდნენ, პასუხად უელბეკი ამბობდა, რომ ეს არ გულისხმობდა ამ ადამიანების შეურაცხყოფას, ის ისლამის რადიკალურ გამოვლინებებს ამხელდა, ასე ვთქვათ, შესანიშნავი ტექსტია თავის თავს, ბევრი მიზეზის გამო. შარლი ებდოს კრიტიკა ფრანგი ფილოლოგების, ჰუმანიტარების, სადაც სორბონაში 8,000 და 9,000 ევროს უნიშნავენ პროფესორებს ფრანგულ ლიტერატურას, რომელიც არავის მანამდე არ აინტერესებდა, ისინი 2 და 3 წელს მოიყვანენ ერთად. კი ბატონო. ასეთი ძალიან ბევრი სასაცილო ამბავი იყო, რა თქმა უნდა, იმ წიგნში და საერთოდ შარლი ებდოს ამ ტრაგედიას დაემთხვა, ხო, ნომერში განხილვა და მოკლედ რაღაცა იქამდე მივიდა საქმე, რომ დაცვაც კი ყავდა მიშელ უელბეკის საყვარელი. მიშელ უელბეკი ასეთი მოთამაშეა რეალურად და თუ მაგალითად წინა წიგნში ეს კონკრეტული ორგანიზაციები გააბრაზა, მე მეჭვი მაქვს რომ ამ წიგნით მან შეძლო და შეძლებს, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, აბსოლუტურად ყველას გაყრას. კბილი არა მხოლოდ რაღაცა კონკრეტული ქვეყნები და მე ამონარიდებიც გავაკეთე რომ მიგანიშნოთ, თან რამდენად სასაცილო არის თქვათ ეს ასე ვთქვათ კბილის გაყრები მისი და მნიშვნელოვანი არის ის რომ რეალურად არის მართლა შეუნიღბავი წიგნი და მე ასე ვიტყოდი რომ ალბათ მიშელ უელბეკის შემორჩება ისტორიას როგორც ავტორი რომელიც იკვლევს თანამედროვე ევროპელს. მე ასე ვიტყოდი ადამიანს და ამ წიგნში შეიძლება ვთქვათ, რომ პირდაპირ აჩვენებს ევროპის და მე ვფიქრობ, რომ რომელიც განსხეულებულია კონკრეტულ 46 წლის ნარატორში, ეს იმპოტენცია, რომელიც რომელსაც იწვევს არა ომში ყოფნა იწვევს ამ იმპოტენციას, არამედ იწვევს კონკრეტული ანტიდეპრესანტი, რომელსაც ძალიან მოწყენილი დეპრესიაში მყოფი სასოფლო სამეურნეობის ასე ვთქვათ თანამშრომელი, რომელიც თვითონ უელბეკის მსგავსად 5 საათზე იღვიძება და იღვიძებს ხოლმე და უკვე აპარატით ყავას ადგამს და ამ ყველაფერს იმიტომ ყვები რომ სწორედ ამას აღწერს მიშელ უელბეკი ძალიან დეტალურად რომ რა არის სიგარეტი, რომ სიგარეტი არის ყველაზე რაღაცა უბრალო გასართობი რომელსაც არანაირი სიხარული არ მოაქვს და რომ ძალიან კმაყოფილია მიაღწია იმას რომ პირველ ყავამდე არასოდეს სიგარეტს არ უკიდებს და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ეს არის წიგნი, სადაც მიშელ უელბეკი ასე ვთქვათ პორნოგრაფიის, პედოფილიის, რაღაცა სექს ტურიზმის შესახებ საუბრობს, რომელსაც თითქმის არაფერი ერთი შეხედვით ძალიან მშვენიერია ცხოვრება. შეიძლება ითქვას, მან ეგულება რესტორანი, სადაც მისი საყვარელი ჰუმუსის 14 სახეობას თავაზობენ. მას ასევე ვთქვათ, ესპანეთში ხდება ამბავი და არის შესანიშნავ სასტუმროში და საერთოდ უნდა ითქვას, რომ რასაც აწყობს, ასე ვთქვათ, ამ წიგნში ნარატორი, არის ის, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა საკუთარი ლიბიდოს გამოსაცოცხლებლად ძალიან
ძალიან დიდ მოგზაურობას წამოიწყებს და მოგზაურობა არის როგორც ასე ვთქვათ შინაგან სამყაროში და ის იხსენებს ყველა იმ გარდასულ სიყვარულს და სექსის სცენებს ყველასთან და ეს აღწერები არის ძალიან ნატურალისტური და ძალიან ოსტატური და ამ მხრივ ფსიქოლოგიური რა თქმა უნდა იმიტომ რომ და არ არის მხოლოდ კავშირი სექსისგან სწავლობს ბევრ რაღაცას სწორედ ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ადამიანებს ახასიათებს ამის მიხედვით თქვათ კი ბატონო ზუსტად ასია და ზუსტად ამის თქმა მინდოდა რომ მაგალითად პანკები და როკერებიც კი რომელზეც ასე ამბობს პირდაპირ რომ განსხვავება ვერ გავიხსენე მათ შორის და ეს პანკურ-როკული დავარქვი პირდაპირ არინდობს ქვრივებს მაგალითად ნუდისტებმა ქვრივობის გემოც იცოდნენ უმეტესად ქვრივი ქალები მოდიოდნენ როდესაც არიან ნუდისტურ პლაჟზე და არც ისეთ ცოტა ჰომოსექსუალი მამაკაცი ქვრივიც რომელთა ცხოვრების უფრო მყიფე თანამგზავრებიც უკვე სამამათმავლო 60-ში აფრენილი იყვნენ წერს ის ჰოლანდიელებს დაეტაკება იმიტომ რომ ამბობს რომ როგორ შეიძლება ჰოლანდიელი იყოს ქსენოფობია თავად ტერმინებშია შეუსაბამობა იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ არის დიდი საწარმოა ამბობს არც ესპანელებს არინდობს იქ არის ძალიან კარგი ეპიზოდი რომ ნაციონალობების მიხედვით ვისაც ჯდება კაფე და ჰოლანდიელებიო კახპები არიან იმიტომ რომ ყველგან ჯდება ყველასთან უნდა კონტაქტი ყველასთან უნდა კომუნიკაცია აი ზოლს ამას ეს კომუნიკაბელური ხალხი ესპანელებსაც დაეტაკება რა თქმა უნდა და მოკლედ რაღაცა ფრანკიზმის საინტერესო სამუშაო მასალა წერს ჰარვარდსა და იელშიო და დიქტატორი თვითონ როგორ გრძნობდა წინასწარ რომ ესპანეთი ვერასოდეს შეახტებოდა ინდუსტრიულ რევოლუციის მატარებელსო და ეს უნდა ითქვას და მოკლედ უიმედოდ ჩამორჩაო მაგრამ ტურიზმზე გააკეთა აქცენტიო ფრანკომო კი ვრცელი ეპიზოდია ხო ასევე სასტუმროს ნომრის დამლაგებლებს რომ აღიზიანებს რომ მათ აქვთ შესანიშნავი ყნოსვა სიგარეტის და ეს როგორც ძალიან თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანი როგორ ვერძებს არსებობს ვერსიებიო წერს რომ მაგალითად შეგიძლია მოგრთამო მაგრამ ეს თან ფინანსურად რო გადავთვალეთ ზვირიც ჩდებაო და თან ბოლომდე დაზღვეული არ ახარ ამიტომ ეს შემდეგ ეშინია რაღაცა დიდი ტრაილერების რომელსაც მართავენ ლატვიელი და ბულგარელი მძღოლები და ნერვები ეშლება იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ეს ასე ვთქვათ ავარიები როგორც ვთქვათ, მოკლედ ამ გზაზე ბევრი ამბავია, მაგრამ აი გახსოვს ალბათ, იმიტომ ეს არის ძალიან მოცულობითი ეპიზოდი, როდესაც აღმოაჩენს ამ დასვენების დროს აღმოაჩენს მეზობლად გერმანელ პედოფილ კაცს, უბრალოდ ვერსია უჩნდება, რომ ის არის პედოფილი და ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდი, როდესაც ხელში უვარდება ფაქტები იმის, რომ მის მეზობლად არის პედოფილი, კარგად შეფუთული პროფესორი კაცი. მაგრამ რა შვება? არ ამხელს მას და მასთან შეფეთებული ასე ვთქვათ ეს სცენარი ძალიან შეშინებული თავად უფრო შეშინებულს უყურებს და ეუბნება რომ ნუგეშინი არსად არ ვიტყვი და გამორბის ეს როგორც ძალიან ბევრ ხო ძალიან რთული ეპიზოდია და ძალიან ბევრ ამეს მიუთითებს არა მხოლოდ ვთქვათ ამ კონკრეტული პერსონაჟიდან გამომდინარე რომ რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ტიპის და საერთოდ მე ვფიქრობ რომ აქ ამ წიგში აი ეს სწორედ რეაქციის მისმა არ შეუულია უბრალოდ ეშინია კი და ეს თვითონ ძალიან გადაჯაჭვული არის ეს პირადი ვთქვათ აი ეს სექსუალური ვნებები პოლიტიკურ კონტექსტში და ამ ხრივ არის რაღაცა ორმაგი მნიშვნელობა ასმაგი მნიშვნელობა მეტაფორაა კი აბსოლუტურად მეტაფორა იმიტომ რომ ის ხო იმიტომ რომ ის ყვება და ამბობს რომ რეალურად შემიცხების მეორე ნაწილი მიუხვდიო რომ მხოლოდ დაშლასთან იქნება და ის როგორც დასაწყისში იწყებს რომ ვერიტას საკუთარ თავს საკუთარ სახელს ვერიტას საკუთარ სახელს რომელსაც რაღაცა ოთხკუთხა რაღაცა იმაში გამოყოლილი ნაკვთები ამბობს ხო და როგორ ვკარგავდი თვითონ შეგრძნებას გვიხსნის როგორ კარგავდა მასკულინურ შეგრძნებებს და იმპულსებს და ძალიან ამსგავსებს ამ ყველაფერს აი ყოფას სამყაროს ყოფას რომელიც მართალ პობის მუდზე ასე ვთქვათ გადასული ხო ასევე მინდოდა მე თქვა იმის შესახებ რომ ხო ფრანსუაზა საგანზეც და ეს ყველაფერი რომელსაც თვითონ აღწერს აი გემო რაღაცა თითქოს შემორჩა რაღაცა ის ზღვის პროდუქტები უყვარს მაგრამ მარტო ზღვის პროდუქტების ჭამაც ისეთი კოშმარიო რომ ამას ფრანსუაზა საგანიც კი ვერ აღწერდაო იმდენად ეუხერხულება რომელიღაც უბანში უნდა გადასვლა და მხოლოდ იმიტომ იმატებს უძრავი ქონების ფასი რომ ვენსან კასელმა შეიძლება დაიდოს ბინა და შეიძლება ბედმა გაგიღიმოს და კაფეში შეხვდე და ამიტომაც ეს ხო და ეს ანუ ეს კონსუმერიზმისა და აბსურდის ნორმად ქცევის აი რაღაცა ისეთი ტემპით ყვება ამას რომ პრინციპში ამ აბსურდს ხო არ ვაქცევთ ყურადღებას ისევში ვენსან კასელმა შეიძლება მართლაც ხო აი თუ გამოჩნდება იმ კაფეში მართლაც უნდა ის ქალი
ტრაგიკული ქალი, რომელიც სწორედ ვენსანკასე აი ეს ძველი მისი შეყვარებული გახსოვს, რომ საშად სუქანი იქნება მერე და ის მათ ცხოვრება უნდა ის ბინა გაყიდოს ამ ქალმა, რომ შეცვალოს თავის ცხოვრება, იმიტომ რომ ვერ იტანდა დედამის. იმ დედამისისგან ეს ბინა დარჩა, მაგრამ ვეღარ გაყიდეს, იმიტომ რომ ვენსანკასელი შეიძლება გადმოვიდეს იმ ბინაში და ამ უძრავმა ქონება მაიწიოს ფასება და გაქერა. აი, მე არის რომ ცოლის მოკვლის ის რომ უნდა ვერსია ის თასოს, მაგრამ მე კარგად გამოიყურებს და ციხეში წვება მთელი წლის განმავლობაში ლიბიდოს შესახებ, იმ პირობებში როდესაც ლიბიდო გაქრა. ანუ როდესაც აღარ არსებობს ლიბიდო, როდესაც ვნება აღარ არსებობს, მაგრამ მთელი წილი არის რეფლექსია არსებული წარსულში ლიბიდოზური გამოცდილებების, რომელიც სადღაც წავიდა. რომ და აბსოლუტურად გავს იმას, რომ როდესაც თვითონ ამბობს, რომ ცივილიზაცია საკუთარი თავის ზიზღით და დაქანცულობით კვდება რეალურად და ზუსტად ასეა თვითონაც გავს ამას, რასაც სამყაროს აიარებს. უელბეკის შეგვიძლია რომ ის კვდება ამ ცივილიზაციური დასასრულს. კი, ნამდვილად ასეა, თუმცა ფინალში მე მაინც ძალიან ლირიული მეჩვენა და ძალიან კიდევ ბევრი ათმაგად დავაფასე და ბოლოს ახლა როგორც ხდება ხოლმე ეს ჩვენი ნარატორი ფლორან კლოდი როგორც ხდება ხოლმე ძირითადად ხოფი გამოჩნდება და გაისვრის კიდეც და ისიც მოხდება მე რაღაც სპირივით ხო არა ბევრი ადამიანიც მოკლედ ამბავი იქნება არა ეს არ არის სპოილერი ეს არის წიგნი არ ვიცი ძალიან დიდი სიამოვნებისთვის და კიდევ ერთხელ დარწმუნება იმაში რომ ბოიშ ელბეკი არის ძალიან დიდი შთაბეჭდილება ჩვენთვის მოგწონს თუ არ მოგწონს ეს არის ადამიანი რომლის ასე ვთქვათ რეფლექსია არის იმდენად საინტერესო ყველა წიგნში და წიგნიდან წიგნში ასე ვთქვათ და აი ეს პირდაპირ ხო აბსოლუტური შენიღბვის გარეშე ენის მოჩლეკვის გარეშე მოურიდებლად ესეც ალბათ საკამათოა ხო რეალურად და იქნება კიდე საკამათო შეუძლია ყველას მიმართ შეუბრალებელი კი აბსოლუტურად ფემინისტები გაბრაზდებიან, ქალები გაბრაზდებიან, კაცები გაბრაზდებიან, იაპონელები გაბრაზდებიან, ყოფილი ცოლი ყავს იაპონელი. ყველა გაბრაზდება. რომელიც იაპონიის ისეთ რაღაცები ყველა მაგრამ არის ისეთი სიღრმე და ისეთი ტრაგიკულობა, იმიტომ რომ სებდოში ეს წიგნი არის დაკარგულ სიყვარულზე. ხო, რომ ზუნარზე ახსენდება რომ უყვარს ის ნამდვილად უყვარდა ის ერთი და იქნება აღადგინოს ეგ და. ხო, აი მაგას გულისხმობდი იმაში კონტექსტებში რა. ანუ ეს არის ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი რატომ აღწერ მოვლენებს და არა თვითონ ფაქტი იმის აბარა აღწერ ამიტომ ბუნებრივია რომ ყველა გაბრაზდება მაგრამ ეს არის სწორი გაბრაზება ეს არის ზუსტად ეს სიკეთე მაგრამ იცი რა არის მე ეს გაბრაზებაც არ ხდება რელევანტური იმიტომ რომ თვითონ ავტორია საკუთარი თავის თავზე ისეთი გაბრაზებული და ისეთი შეუბრალებელი ხო თორე ფლორიანი და პირდაპირ ეუნება რა გინდა ესპანეთში თუ მზეს ემალები ანუ ყველაფერი კარგია მაგრამ შენ ისე ცუდად ხარ რომ არც მზე გინდა არც ის ჰუმუსი ბოლოს და არც იაპონელ გოგოს რო დახვდება აეროპორტში და თან რომ უნდა რომ ავარიაში მოხვდნენ და იქნებ სახლში მოყავს და იქნებ გადაიჩეხო ამასაც ფიქრობს რომ სახლში მისვლა არ უნდა კი ასე რომ ნამდვილად ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ეს შესანიშნავი წიგნი აი სეროტონინი ხო შესანიშნავად იკითხება და რა ვიცი ვისაც ველბეკი უყვარს და ვინცასაც არ უყვარს ის ახლა თავიდან ვერ შეიყვარებს ეჭვმა ამ წიგნით მაგრამ ნამდვილად ბევრ რაღაცაში ასე ვთქვათ ხო და თან ინტრიგა თავარი ინტრიგა რა არის სეროტონინი დეპრესიაშია საშილად ადამიანი ნუ წარმოუდგენელ დეპრესია აი პირდაპირ ამოდის ამ წიგნიდან ირონიით და თვითირონიით ახსავს მაგრამ დეპრესია და ფსიქიატრი უნიშნავს სეროტონინს, მაგრამ თუ კი დეპრესიიდან შესაძლოა განიკურნოს, ეს პრობლემური არის პოტენციის თვალსაზრისით. ლიბიდოს მოკლედ პოტენცია თუ დეპრესია. აი ეს თითქოს არის უელბეკის თვალსაჩინო თანამედროვე ევროპელის არჩევანი. ან დეპრესია იყო მედიტი თუ იყო და იყო დეპრესიული თუ იყო ისეთი უფუნქციო რომ აი ევროპელის მოდელი რო არის რომ ის რეაგირებს კანონ დარღვევაზე ხდება პედოფილს რო უჭირავს ხელში ფაქტიურად ფაქტები და ვერაფერს ვერ შევა და გარბის თუმცა ეს მე სულ ახსენდება რა თქმა უნდა და არა მაგრამ ისეთი ეპიზოდებია ნენი არა აი მაგათაც მშობლების თვითკვლობის ეპიზოდი ხო ეს შემზარავი და როგორი ღრმა და როგორი ტრაგედია გადმოდის ეს რაღაცა ბოლოდნელად ხო თქვათ ეს არ იყო ავტობიოგრაფია მაგრამ ის დამოკიდებულება მშობლებთან მოკლედ ისე დეტალურად განიხილეთ რომ პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა რომ წავიკითხეთ არა ვერ წარმოიდგენ ეს რა უბრალოდ ჩათვალე რომ მხოლოდ ჰაილაიტები ვთქვით იმიტომ რომ აქ თვითონ კითხვის პროცესში შენ თვითონ იმ დერამეს პოულობ
იმდენი რეპლიკა, არ გაქვთ მაინც ყველაფერი ცნობილი ბრენდის ადეგი და ვოლტერი რა იმათასაც როგორ დაცინის სხვა სიტყვა. მოკეთ ძალიან ბევრი ხო, ეს არის ანუ ტექსტი, რომელიც ცალსახად არ განიჭებს ერთი მხრივ სიამოვნებას. ეს არის ტექსტი, რომელიც მისი ამოვნე და წავიკითხე. და სწორედ ამის გამო არის ძალიან სასიამოვნო. ნუ მე ზოგადად იმდენად უსიამოვნოა, რომ საოცარ უელბეკი მიყვარს ამ სითამამის გამო. ამ გულწრფელობის გამო და სითამამის გამო და სულ ფიქრობ, რომ აი ჩვენ ლიტერატურაშიც გვჭირდება აი ეს მეც გეთანხმები, იმიტომ რომ პირდაპირი სითამამე. კი, გამოძახილია წინა ბლოკში რაზეც საუბრობდით, ალბათ ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ბევრი კითხვა, იმიტომ აი ფიქრობ შენც მაგალითად და უცებ წარმოვიდგინე ანალოგიური შეფასების შემთხვევაში, ერთი რომელიმე მაგალითი რო ავიღოთ, რამხელა ამბავი შეიძლება მოყვეს. არა, მოდი გულწრფელად თქვათ, რომ რომელიმე ქართველმა მწერალმა ეს რო დაწეროს, ჩვეულებრივ ჯოჯოხეთს მოუწყობენ. ანუ და არა მხოლოდ ქართულ მწერალს ზოგადად არავისთვის არ არის ეს თემა მარტივი, ზუსტად ამ განწყობებიდან გამომდინარე რა, იმიტომ რომ ხშირად იკარგება ეს კონტექსტების აღქმა და ის თუ რატო წერს მწერალი, რომ ის მოდი ესე ვთქვათ, მე ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ ადამიანს აქვს სიძულვილის უფლებაც მათ შორის. ან ცუდია, მაგრამ აქვს. თავისუფლების შინაარსი არის მდგომარეობს მაგაში. ჩემთვის მაგალითად ქართულ ლიტერატურაში არსებობს ეს თვითკრიტიკულობისა და კრიტიკულობის ძალიან, ასე ვთქვათ, ნიშანდობლები მაგალითები. თუნდაც კლასიკური ლიტერატურა 19 საუკუნის სხვა ფორმით, მაგრამ 90-იან წლების შემდგომი ლიტერატურა ალბათ საკმაოდ ვიღაც ამას მიიჩნევდა ეპატაჟურად, მაგრამ სერიოზში ეს ეპატაჟი არ იყო. ეს არ იყო იმის სურვილით რომ რაღაცა პერფორმანსი მოეწყო მწერალს შრიფტების მოხდე. ეს იყო ეპოქის გამოძახილი. არა, ჩვენთან კიდე სხვა უცნაურობა ხდება. ადამიანი არის სუდად. ჩვენთან კიდე სხვა უცნაურობა ხდება ხოლმე, როცა ვთქვათ მე მახსენდება ზაზა ბურჭულაძის ლიტერატურა, რომელსაც როგორ იღებდნენ, ხო? ვთქვათ იგივე ხსნადი კაფკა. აი თუ ეხა ვინმე შეიძლება მივამსგავსოთ ამ ნაწილში უელბეკს, ალბათ ზაზა. უნდა შეუძრალეთ ხო? ან ვთქვათ იგივე ალეკო შუღლაძის ვთქვათ ლიტერატურა, ვთქვათ გადამალვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენთან არსებობს ერთი უცნაურობაც ხოლმე, სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ აი ეს წიგნები, რომელიც საყოველთაო აღშფოთებას იწვევდნენ ხშირ შემთხვევაში, მათ არ კითხულობდნენ. არა, მათზე უფრო უარესი რაღაცები წამიკითხავს, რომლებზეც რეაქცია არ ქონია საზოგადოებას, იმიტომ რომ ისინი არ კითხულობდნენ. ხო, ეგ ძალიან უცნაურია ხოლმე. სხვა შორის წაროვედრო სქელტანიანია და კი და სქელტანიანებს ხო და ეგ უნდა მითქვა, ჩემი დაკვირვება არის ესეთი რა, რომ სქელტანიან წიგში რაც არ უნდა ჩაწერო, ამას არ მოყვება რეაქცია, იმიტომ რომ იმას არ კითხულობენ. ნუ ცუდ ხელკანიანია მოთხრობა თუ ხო თლა, იმიტომ რომ მარტივია. საერთოდ ეს სკანდალის სურვილიც არის რაღაცა მახსენდება ლუის ბუნუელის გენიალური წიგნი ბოლო ამოსულ თქვა, სადაც ძალიან უნდოდა რომ მისი ფილმების, პირველი ფილმების, სიურეალისტური ფილმების პრემიერები ყოფილიყო ძალიან სკანდალური, სკანდალი დასრულებული იყო. ანუ საერთოდ ფილმის ჩვენებაც კი ჩაშლილი იყო. და იმდენად კულტურულად იღებდა ხალხი მაგალითად ანდალუზიელ ძაღლს ან ოქროს ხადას, ოქროს საუკუნეს, რომ ჯიბებში ქვები ჩავიდეო, ბუნუელი წერს. და ვფიქრობდი უკან დავიმალები და უკრიდან დავიწყებ ქვების სროლას, რომ ხალხს ქვები მაინც მოვარტყა, რომ გაბრაზდეს, აღშფოთება გამოგიწევდა და არ ვერწევდა აღშფოთება. ხო, ეს რამ მდგომარეობა წამიგინე მიზნად რომ გაბრაზება და არ გაბრაზება და არ ბრაზდება. განწყობებიც მუშაობს ხოლმე. კი ხო არის რომ რაღაცას მაგალითად ერთი ადამიანისგან საერთოდ არ იღებს ადამიანი და ჩვეულებრივ აღიქواس და მეორე ადამიანისგან რავი კარგს რო ამბობს იმაზეც. მაგრამ ჩვენ ხო შემხვედრია ისეთი ავტორები, რომელიც გასაბრაზებელ ტექსტებზე და ჯინაზე არავინ არ ბრაზდება, რომ ერთი დასავალმა რაღაცა მაინც ერთი წერდება მაინც დაწეროს, ან რომელიმე რაღაცა ისეთმა ეგზოტიკურმა პოეტმა, სატელევიზიო პოეტმა მიგალანძღოს. ხო, არა, ჯინაზე არანაირი რეაქცია ხალხი გვაზესწრება რაღაცა გამოდის. ამიტომ ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უელბეკისნაირი ავტორი თანამედროვე ლიტერატურაში ძალიან თამამი მოთამაშე და როგორ თქვა, მის გარეშე ხო რაღაც თვალსაზრისით კი იქნებოდა მოსაწყენი ეს თვითონ პროცესი. მაგრამ ამ პროცესს ძალიან ჭირდება ასეთი ხულიგნები. მე გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ უელბეკი არის ავტორი, რომელიც ჩემში ყოველთვის იწვევს ხოლმე აღშფოთებას. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად დაცლილი ვარ იმ წარმოდგენისგან, რომ მწერალმა ესეთი რაღაცები არ უნდა წეროს პირიქით, ანუ ზუსტად მაგიტომაც ყოველთვის მივილტვი, რომ წავიკითხო, მაგრამ იმდენად სახეში გვხდება რაღაცეები, რომ გულგრილი უბრალოდ ვერ რჩები რა. არ არსებობს, რომ წიგნში რაღაცეები აღხება, ისაც წერს, უფრო მძიმე ტერმინს ხმარობს.
არა, ისე დოსტოევსკის იმაზე, უიმე ისეთები ყველაფერს ვერ ვიცხოვ. იაპონელებზე, ხო? რაღაც თვალსაჩინო ჩვენ შეგვიძლია გავგახსენდეს პრაღის სასაფლაო, ხო? როდესაც იქ ადამიანი ყველა ასე ვთქვათ ეთიკურ ნორმას არღვევს განზრახ და უბრალოდ უმბერტო ეკოს კონცეფცია ასე ვთქვათ, მაგრამ აქ ეკოც ხო დარდობდა ამ იმას რა პოლიტკორექტურობის რაღაცა მარაზმში გადასულას. აქ უბრალოდ პოლიტკორექტულობის საკითხი არ დგას. არ დგას, კაცო. აქ არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცუდათა ადამიანი და აფასებს ყველაფერს და მოვლენებს და სამყაროს ისე როგორც ის აფასებს. აი, საერთოდ აი უელბეკმა ჩემში პირველი დემონტაჟი გაუკეთა ჰიპების მოძრაობას. აი, პირველად ეს ელემენტარული ნაწილაკები რო წავიკითხე, მაშინ ჩემ ტვინში დაინგრა ის რაღაცა რომანტიკული სტერეოტიპები იმაზე, რა ქვია, მოანარქისტობაზე და ჰიპ-ჰოპაზე ზოგადად. სამოცების ჰიპები როგორ იქცე კლერკებად. ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ დამანახა საკითხის მეორე მხარე, რომელიც აი ამ რომანტიკულობის მიღმა არ ჩანდა. ზოგადად ესეთი ალღოიანი მწერალია, რომ რაღაცა ზუსტად ამას ავლებს ხოლმე რა. აი ერთი არის რომ რაღაცა ზედაპირზე უყურებ და ამოაქვს ამის ის დაფარული მხარე, რომლის დანახვაც საკმაოდ მტკივნეულია. ეხლა რო არ დაგვრჩეს ეგ შევეცდილება, აი შეიძლება ჰოლანდიელებზე ამბობს რაღაცას, მაგრამ ამ დროს შენც გირტყავს, იმიტომ რომ რეალურად იმ კუთხიდან ურტყამს ამ ჰოლანდიელს იქნება თუ რაღაც კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელს, რომ ზოგადად ადამიანური. აი ის მუსლიმებზე წერს მაგალითად რა. საერთოდ თუ სწორად დაინახავ, აღმოაჩენ რომ საერთოდ არ არის რელიგიიდან გამომდინარე. შეიძლება ქრისტიანი იყო და შენც ესეთივე იყო ზუსტად და ეგ იწევს მე ამ კონუს. აი რა კარგი ინტუიცია გაქვს, წიგნი არა გაქვს საკითხული და ძალიან უცნაური რაღაცა ასრულებს ციგს ქრისტიანული. ზუსტად ასეა. ქრისტეთი და რაღაც თვალსაჩინო ეხლა მე სოციალ კრიტიკისთვის არ წამიკითხავს ამ ტექსტის, მაგრამ პრინციპში რაღაცერად მომეჩვენა რომ ერთგვარი პურგატორიუმია, რაღაცა სალხინებელი ვით არის ეს წიგნი, რაღაცა ჯოჯოხეთის ერთ-ერთ წრეს გადის ნამდვილად, ანუ მეორე წრეში გადადის ჯოჯოხეთისა და ამ რაღაცაერი ამ ჯოჯოხეთური სვლის შედეგად მიდის პირდაპირ მნიშვნელობით ტერმინოლოგიური თვალსაჩინო, ესე თეოლოგიურ პრინციპს ქრისტიანი. იმიტომ რომ გახსოვს ნახე აქ მას შესაძლოა იმ სტადიაში ვიყავი, რომელიც ბებელი, ცოცხალკვდარი და სასიკვდილო დაჭრილი ცხოველი ბუნაკს ეძებს სიცოცხლის დასასრულებლად. ანუ აი აქ არის. აი აქ არის. და აქედან გადის ძალიან ვიწრო იმაში გაძვირება. ანუ ყველა ასე ვთქვათ ფაზას გადის, რომელიც შესაძლოა რომ რაღაცა ისეთი სალხინებლის ან ჯოჯოხეთური უბრალოდ კი ცეცხლის წვასთან იყოს, ასე ვთქვათ, ცეცხლით წვასთან იყოს დაკავშირებული მისი სხეული და მისი ვნებების, ხო, და ბიოგრაფიის, ანუ ბიოგრაფიას ამოწვავს თითქოს რაღაცა. მოკეთ, მე მგონი მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დაგვაინტერესებია ჩვენი მაყურებელი და მკითხველი, რეკლამის დრო მოვიდა ამას. მგონი ამდენი უელბექის ახალმოყვანილ ცოლს არ უქია თავისი მეუღლე, რაღაცა უელბეკისტები აღმოჩნდა. ჩვენ ისიც გახსოვს, რომ აქ იყო ჩამოსული სტუმრად და დავესწარეთ მასთან შეხვედრას და მშვენივრად ავლენდა თავის უჟმურ ხასი. კი, და თავის ხასი. შეშანიშნავი საუბრები ქონდა შოთა იათაშვილთან. კი და მე ყველაზე მეტად მაკვირვებდა ის საზოგადოების ნაწილი, რომელიც რატომღაც უელბეკისგან ელოდა სითქმოს. და ეს არის აბსოლუტურად უხიაგი და უჟმური კაცი, რაც კი შეგიძლია. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-20 საუკუნემ დაგვიდასტურა და ტოტალიტარული იდეოლოგიის ეს სიმცდარე, რომ წერალი არის აღმზრდელი, რაღაცა ბჟუტავი იმედი მაინც აქვს, ესე ვთქვათ, საშუალო სტატისტიკურ მკითხველს, რომ წერალი მაინც პედაგოგია და რაღაც აღმზრდელობით გაკვეთილს ჩაგვიტარებს და არა, როდესაც კიდევ და კიდევ მე რამდენად მიეხლები ამ ჭეშმარიტებას, თუნდაც უელბეკის საკითხით, რომ აღმზრდელი კი არა, აღუზრდელია, ხო, ფრანგული ლიტერატურის რთულ ბავშვს, ასეც უწოდებენ, ხო? და ხო, ნუ ამიტომ ეს მაინც რამე მასწავლე წერალო, არაფერს არ გასწავლი და თუ გასწავლი საშინელ რაღაცა. არა, ძალიან ბევრ რამესაც ისწავლე. სინამდვილეში, მაგრამ კარგად თქვი ნახე. ცინიზმისა და ირონიის გავლით ბევრ რაღაცებს გასწავლე. და ნენეს კრიტიკა. მაგრამ ენას არ მოგიფლეჩა. რასაკვირველია პედაგოგია. ხო, ცხადია. მოკლედ, შევისვენოთ და დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ.
დავბრუნდით. მოკლედ მე ვფიქრობ, რომ სამი შესანიშნავი წიგნი დავტოვეთ საფხულისში წასაკითხე წიგნების ნუსხისთვის, ძალიან გამოსადეგი და მნიშვნელოვანი. ახლა კი გახსოვთ, რომ გვაქვს ასეთი პროექტი, ეს ქვეყანა შენია, სადაც თენგო გოგუტიშვილი ძალიან საინტერესო კვლევებს აკეთებს, ხოლმე შემდეგ ამ კვლევებს აქცევს. სიუჟეტად, ხო, ტრადიციულად ყოველთვის საინტერესო და ამჯერად მოგვიმზადა ასეთი რაღაც სახელმწიფო, რომელშიც სულ ერთი თვე ვიცხოვრეთ და არ გვახსოვს. ამერიკა-კავკასიის ფედერაციაზე საუბრობს ის. ნახოთ ეს სიუჟეტი და ჩვენ მე მგონი შეგვიძლია აქვე დავამშვიდობოთ მაყურებელს შემდეგ შაბათამდე, რომ მოვასწროთ კიდევ საფხულში წასაკითხი წიგნების წაკითხვა დროზე. კარგად. კარგად ზანდებოდეთ. საოცარი რომ დასრულდა წლები ვიცით. ოღონდ როგორ? სად გაქრა მეფეთა წყება ვიტლანდი? ისინი თავისივე დაწყებულ ომებში დაეცნენ, თავის იმპერიებთან ერთად. თუ კი რაიმეზე თანხმდებიან ისტორიკოსები, პირველი და მთავარი პირველი მსოფლიო ომის უაზრობაა. ნიკოლოზი საკუთარი ბიძაშვილისა და მოსისხლე მტრის ვილჰელმის ფული დაამხეს და ისე დახვრიტეს ვერ მოესწრო 2 თვეში დამამხობელი ვილჰელმის დამხობას. ამ ომიდან ნამდვილი გამარჯვებული მხოლოდ პატარა ერები გამოვიდნენ. ერთი დანგრეული იმპერიის ერთი ნამსხვრევი ჩვენც ვიყავით სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ერთად. დღევანდელი გადასახედიდან ეს ძალიან ცუდად ჟღერს და ცუდად მოჩანს, მაგრამ სხვა მსოფლიო აბსოლუტურად. მსოფლიო, სადაც პატარა სახელმწიფოების ბედი არის საშინელი. ხო, დღეს პატარა სახელმწიფო არნახულად მეტად არის დაცული ვიდრე იმ პერიოდში. მით უმეტეს მსოფლიო მიმდინარეობდა და ზოგადად იმ პერიოდში ავტონომია განიხილებოდა როგორც დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ფორმა და თუნდაც იქამდე ხო ილია ჭავჭავაძე ავტონომიის იდეას არ გასცილებია, ხო? ისინი ფიქრობდნენ, რომ ავტონომია მისცემდა ქართულ საშუალებას, რომ ჩვენ განვითარებული ვიყავით კულტურულად, პოლიტიკურად და ასე შემდეგ და თუ ოდესმე მე შეიქმნებოდა შესაბამისი პირობები, მე სულ დამოუკიდებლობას ვიფიქრებდნენ. ავტონომიაზე რუსეთის დროებითი მთავრობის ხელში ფიქრობდით, მაგრამ ვინ გაცადა? ბოლშევიკებმა რომ კერენსკი გააქციეს, სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობა ერთადერთი არჩევანი დარჩა. ამას მიხვდით, როდესაც ლენინმა თან მსოფლიო ომიდან გასვლა მოინდომა, თან ბათუმი ოსმალეთს უფეშკაშა. ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულმა რესპუბლიკამ ფორმალურად მხოლოდ 1918 წლის 22 აპრილიდან 26 მაისამდე იარსება. ამიტომ სახელმწიფოსაც ბოლომდე ვერ დაემსგავსა, თუმცა მთავრობისა და სეიმის, ანუ პარლამენტის არჩევა მოასწრო. ძირითადად ქართველი სოციალ-დემოკრატების მეთაურობით დედაქალაქი თბილისში. სომხები არასდროს დაუშვებდნენ, რომ აზერბაიჯანული ელემენტი ყოფილიყო წამყვანი ამიერკავკასიის შიგნით და პირიქით, ხო? ანუ ქართველები იყვნენ, ასე რომ ვთქვათ, ნეიტრალური კომპრომისული ვარიანტი ქართველების არჩევა, ეს ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი ის, რომ ბუნებრივია თბილისი თავიდანვე იყო მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ამიერკავკასიის როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო სხვადასხვა მიმართულებით ცენტრი და ესე იგი მესამე მიზეზი ასევე არის ის, რომ თვითონ ქართული პოლიტიკური ელიტა ყველაზე უფრო ასე რომ ვთქვათ გამოჩენილი და შემდგარი იყო იმ დროის რეგიონში. ქრონიკების ფურცლისას მუდმივად უნდა შეახსენოთ თავს, რომ 100 წლის წინანდელ ამებს კითხულობთ, თორემ იოლად გეგონება დღევანდელობა. მხოლოდ იმ შესაძლებლობების გამო, რაც აქაურმა სამმა ქვეყანამ ერთმანეთთან მტრობით დაკარგა. საბოლოოდ დაკარგა დასავლეთის დიდი ქვეყნების ინტერესი რეგიონისადმი, მერე კი თავიც დაკარგა. ჩვენ აღიარებას არ ჩქარობდნენ იქიდან გამომდინარე, რა მოხდებოდა რუსეთში. ანუ ჩვენ არ ვიყავით სოფლიო პოლიტიკის რაღაცა ჭიპი და ჩვენზე არ იყო მათი მზერა მომართული. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი რაღაცა რიგითი საკითხი, რომელიც სხვა საკითხებთან იყო მიბმული. მე არ ვფიქრობ, რომ ამის მიუხედავად დააგვიანა ამ აღიარებამ, იმიტომ რომ სულ რაღაცა წელიწად ნახევარზეა საუბარი. აი წელიწად ნახევარში, ჯერ ამ წელიწად ნახევრიდან დაახლოებით ნახევარი წელიწადი მსოფლიო ომია და შემდეგ დაახლოებით არის წელიწადი და ორთვიანი პერიოდი. და რომ შენარჩუნებული იყოს კავკასიური გარკვეული ერთობა 1920 წლის აპრილში შეუძლებელი იყო ბოლშევიკთა მხრიდან ბაქოს გაწითლება და ბუნებრივია აქედან გამომდინარე საფრთხეს აერიდებოდა საქართველოს. ამიერკავკასიის ინტერესი ნამდვილად არ დაუკარგავს ოსმალეთის იმპერიას. ბრესტ-ლიტოვსკის ზავი ტერიტორიის დიდი ნაწილი ეკუთვნოდა და ვერ ხედავდა კონკურენტს აქაური რკინიგზისა და რესურსების საკონტროლოდ. მეტიც, ფედერაციის წევრ აზერბაიჯანში ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ეგულებოდა. ხოდა რომ წამოვიდა სამხრეთ სომხეთი და საქართველო ლამის ერთიანად დაიკავა. ოზურგეთიც კი, რომელიც ალბათ შემოეკავა, თორემ არავინ იცის რისთვის დასჭირდა.
გზები იქამდე გაიყარა, ვიდრე შეიყრებოდა. ინიციატორები ისევ ქართველები გამოდგნენ. ბოლომდე მართლები რომ ვიყოთ, ინიციატორები გერმანელები უფრო იყვნენ, რომლებმაც პირდაპირ გვითხრეს. მთელს კავკასიაზე ვერა, მაგრამ თქვენზე პასუხისმგებლობას ავიღებთ. დამოუკიდებლობას თუ გამოაცხადებთო. საქართველომ გარისკა. ჩვენ შედარება შეგვიძლია გავაკეთოთ აი გერმანელების დადებულ პირობასა და სიტყვაზე რუსების მიერ დადებულ პირობას შორის, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატით დაახლოებით მსგავსი რამ თამაშდებოდა, რომ აი შიდა პოლიტიკაში არ ერეოდნენ და უსაფრთხოებას თავის თავზე იღებდნენ, ხო? არც ერთი გააკეთეს, არც მეორე და გერმანია როდესაც აქ იყო, ერთის გააკეთა და მეორეც. უსაფრთხოებად საკუთარ თავზე იყო 19000 გერმანელი ჯარისკაცი იყო კავკასიაში შემოსული დაახლოებით 1918 წლის სექტემბრისათვის და შიდა საქმეების ჩარევის ერთი ფაქტი არ ფიქსირდება, დახმარების ფაქტები კი ბატონო. მე-20 საუკუნის დასაწყისში კაიზერის გერმანიასთან მიღწეულ შეთანხმებას დაახლოებით იგივე შინაარსი ჰქონდა, რაც მე-20 საუკუნის ბოლოს ამერიკასთან თანამშრომლობით დაწყებულ წვრთნისა და აღჭურის პროგრამას. ოღონდ სანამ ფრთებს გაშლიდა შეწყდა. მსოფლიო ომში დამარცხებულმა გერმანიამ ჯარი გაიყვანა. მენშევიკების ხელისუფლებას მფარველები ახლა მოწინააღმდეგე ბანაკში ყავდა საზევნი. არც ეგ აღმოჩნდა შეუძლებელი. მოვიდა დიდი ბრიტანეთი, ოღონდ დიდი ხნით ვერც მან მოიკიდა ფეხი. მოკავშირეებმა ანტანტის ქვეყნებმა დე-ფაქტოდ აღიარეს საქართველოს და აზერბაიჯანის სომხეთის დამოუკიდებლობა, დააპირდნენ მათ იარაღს, სანამ ეს იარაღის მიწოდება მოხდებოდა, სანამ რეალური ნაბიჯები გადაიდგმებოდა, ფორსირებულად იმოქმედა საბჭოთა ხელისუფლებამ და ახალი რეალობის წინაშე დააყენა ეს მოკავშირეები და შემდეგ ეს იარაღით დახმარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველამ დაივიწყა. მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებულებმა სამყაროს გადაკეთება გადაწყვიტეს. ბევრი ახალი სახელმწიფო საკუთარ ადგილს ეძებდა და დიდმა ქვეყნებმა ერთა ლიგის შექმნის იდეა დააჩქარეს. ეს დღევანდელი გაეროსა და ნატოს ერთგვარი ნაზავი უნდა ყოფილიყო. ლიგა იღებდა ვალდებულებას დაეცვა საკუთარი წევრების უსაფრთხოება, ოღონდ ამისთვის ჯერ წევრად უნდა მიიღე. დამოუკიდებელ საქართველოს კარი ცხვირ წინ მოუხურეს. ერთა ლიგის გადასახედიდან მათი პრესტიჟისათვის დარტყმა იქნებოდა თუ ჩვენ ერთა ლიგაში მიგვიღებდნენ, მაგრამ ჯარს არ გამოაგზავნიდნენ. და ამ წევრ სახელმწიფოს დაარტყავდა ესე იგი საბჭოთა რუსეთი, ერთა ლიგას დააყენებდა ფაქტის წინაშე და ერთა ლიგამ ვერაფერს ვერ გააკეთებდა, ეს ერთა ლიგის პრესტიჟს დასცემდა ძალიან. ამიტომ ჩვენთვის ძალიან ცუდ დროს მოხდა ეს კენჭის 1920 წლის დეკემბერში, როცა ბრიტანეთს ჩაქნეული აქვს ხელი კავკასიაზე. ბუნებრივია მომდევნო წლებში უკვე 30-იან წლებში ერთა ლიგამ აჩვენა, რომ მას არ შეუძლია ამ პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარება, მაგრამ 1920 წლისთვის ეს არავინ არ იცოდა და 1920, 21, თუნდაც მთელი 20-იანი წლების განმავლობაში საბჭოთა რუსეთს და შემდეგ საბჭოთა კავშირს ნამდვილად არ ჰქონდა იმის ძალა, რომ ერთა ლიგის მდგრადობა დაეტესტა. 1921 წლებში საბჭოთა რუსეთს ნამდვილად არ ჰქონდა ასეთი ექსპერიმენტების ფუფუნება და ლოგიკურად იქნებ მართლაც დაანებებინა თავი სამი კავკასიური სახელმწიფოსთვის. როგორც დაანება მაგალითად სამ ბალტიურ ქვეყანასა და სხვა ახალგათავისუფლებულ ერებს აღმოსავლეთ ევროპაში. სადამ ძალა არ მოიკრიბა და ჰიტლერთან დადებული პაქტით იმპერიის ნამსხვრევების შეგროვებას ისევ არ შეუდგა. თუმცა ასეც მომხდარ იყო 20 წლით გახანგრძლივებული დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირში 2 ათეული წლით ნაკლების გამოკეთვას ნიშნავდა და ერთ თაობას მაინც, რომელიც თავისუფლებაში დაიბადებოდა. ზუსტად ერთ საუკუნის წინ, აი ამ დღეებში, ჩვენ წინაპრებისთვის ორი სიტყვა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი: ერთა ლიგა. ამ ორგანიზაციაში შესვლა არ შესვლაზე, უფრო ზუსტად შესვლა ვერ შესვლაზე იყო დამოკიდებული ჩვენი დამოუკიდებლობის ბედი. ახლა მარტივ ექსპერიმენტს გთავაზობთ. ავიღოთ და დავგუგლოთ ორი სიტყვა. ერთა ლიგა. პირველი, 2, 3 ალბათ 10-100 სტატია გეტყვით, რომ საქართველოს ბელორუსის მატჩი გადაიდო. სულ 100 წელი გავიდა. ერთი საუკუნე და ტერმინებმა და სიტყვებმა რადიკალურად შეიცვალეს და დაკარგეს ფასი. იმედია საქართველოს დამოუკიდებლობის გარდა.